მოგესალმებით ნაზის არჯველაძე გადაცემა საჩინოდან. დღეს ჩემთან სტუმრად მობრძანდა ჩემი დიდი ხნის მეგობარი ხალბატონი ნინო რეხვიაშვილი, ნამდვილად საჩინო პიროვნება. თქვენ ამას მალე ძალიან კარგად მოისმენთ მის ცხოვრებას, განვითხრებას, დღევანდელ ცხოვრებას, თუ რა საქმიანობს ხალბატონი ნინო. ნამდვილად საშორეა. თქვენის ნებართვით მე მას დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით მივესალმები და ვთხოვ რომ მიამბოს თუ რა საქმიანობს დღევანდელ დღეს. ძირფასო ხალბატონო ნინო, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვარ ამაყი რომ თქვენ ჩემი მეგობარი ბრძანდებით და მართალია ჩვენ ხშირად ვერ ხვდებით ერთმანეთს და მე თქვენ გთვლით შორებელ ახლობლად. და მიამბეთ თქვენ შესახებ რა საქმიანობთ დღევანდელ დღეს, რით ახართ დაკავებული? დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მე მინდა ტელევიზიას მოვუხატო მადლობა, იმიტომ რომ ასეთი ქართული ტელევიზია დღეს ტელესივრცეში ნაკლებად მოიწყო. არ არის, მოდით ასე ვთქვათ. სულით ხორცამდე ქართულია, რაც ესოდენ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას და მე ძალიან მსიამოვნებს, მე ამ ტელევიზიის აქტიური მაყურებელი ვარ. ვუყურებ თქვენს გადაცემებს, ვუყურებ ყველა გადაცემას, იმიტომ რომ თითოეული გადაცემიდან ქართული სული და ქართული ენერგია გამოსწვევის და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ჩვენს ნაცნობ მეგობრობას ხალბატონო ნაზი, მე თქვენ უდიდეს პატივს გცემთ. დიახ, ძალიან კარგად ბრძანებთ, შორებელი, ახლობელი მეგობრები ვართ. შორებელი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ დაკავებული ვართ ამ ცხოვრების რეჟიმში ძალიან ხო და ამიტომაც გვიჭირს ალბათ ერთმანეთის ხშირად ხილვა. თუმცა გულები ახლოს არის, ჩვენ საქმით ვართ ერთად და მე ეს ძალიან მახარებს, თქვენ ძალიან დიდებული ადამიანი ხართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დაინტერესდით ჩემით და ჩემი ცხოვრების შესახებ. დიახ. მე 2 სიტყვით გეტყვით ძალიან მოკლედ. ეს არის თავიდან ბოლომდე დღეს ჩემი ცხოვრება 2 ეტაპია. ერთი გახლავთ ოჯახი და უპირველესი და მეორე გახლავთ ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობა, ესეც ჩემი მეორე ოჯახია. ამ ორ ოჯახში ვაკეთებ მე საქმეს და ვცდილობ ვაკეთო ქართულად. რა ხდება ნინო რეხვიაშვილის გამომცემლობაში? გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვეულებრივ სტანდარტულად ვართ გამომცემლობა, ეს უკვე კარგა ხანია, 17 წელია, რაც ჩემი გამომცემლობა ფუნქციონირებს და საკმაოდ აქტიურად. მადლობა ღმერთს ამისთვის. ვეჭდავთ წიგნებს, ვწერთ, ვარედაქტირებთ, ვაკაბადონებთ, ვეჭდავთ და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფორმატისა თუ სხვადასხვა შინაარსის გამოცემებს, ეს იქნება წიგნი, ჟურნალი თუ სხვადასხვა. გარდა ამისა, ვაკეთებთ ვანხორციელებთ არაერთ პროექტს და ერთ-ერთ პროექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. ეს გახლავთ ფილმები, დოკუმენტური საგანმანათლებლო, მე ხაზს ვუსვამ ამას. ეს არის საგანმანათლებლო დოკუმენტური ფილმები, რომლებიც მოიცავს ჩვენი ქართველი კლასიკოსი მწერლების ცხოვრებას, მათ ბიოგრაფიას და ბიოგრაფიაზე დაყრდნობით ცოტა შემოქმედებასაც. თუ რამდენადაც შევძლებთ და რამდენადაც აიტანს ეს ფორმატი. რატომ ავირჩიე ეს ხაზი? მე ვარ პრაქტიკოსი პედაგოგი, 18 წელი ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად ვიმუშავე სხვადასხვა სკოლებში, სულ რამდენიმე 2-3 სკოლაში და ერთხანს ვმუშაობდი მე-4 კლასში, ვასწავლიდე ქართულ ენას და ლიტერატურას. ერთ-ერთი ბავშვი, ხსნიდი იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას და ბავშვები გასასწავლები მისმენდნენ. დასრულდა გაკვეთილი, ბავშვები წავიდნენ სახლში და საღამოს ერთ-ერთი მშობელი მირეკავს. ნინო მასწავლებელო, ჩემმა ბიჭმა ძალიან ბევრი მაცინა
და მეც გამეღიმა რა მოხდა მეთქი საერთოდ პატარები არიან ძალიან საინტერესო ბუნების ადამიანები ძალიან და კი დიახ და მეუბნება ეს ქალბატონი რომ ჩემმა ბიჭმა თქვა რომ თურმე იაკობ გოგებაშვილი ასეთი მდიდარი ყოფილა და დახეული ბოტასებით დაუკრძალავთო. ალბათ თქვენც და მაყურებელიც დამეთანხმება რომ სიტყვა ბოტას მე არ ვიხმარდი ამ შემთხვევაში. მაგრამ ბავშვმა ასე აღიქვა და იმდენი ვილაპარაკე მის შესახებ, მისი შემოქმედების შესახებ და კონკრეტულად ამ ბავშვმა აი ეს ცხოვრებისეული დეტალი აიღო და განსაკუთრებულად დაიმახსოვრა. დასკვნა აქედან ეს ერთი შემთხვევა არ ყოფილა 18 წლიანი მუშაობის მანძილზე. დასკვნა აქედან გამოვიტანე ის რომ ბავშვებს თუმცა ისე როგორც უფროსებს გვაინტერესებს ცხოვრებისეული დეტალები ადამიანის. თუ მისი ცხოვრებით ჩვენ დავინტერესდით და ცხოვრება მოფხიბლა, მაშინ გადავდივართ მისი შემოქმედების სიყვარულზე თუ განხილვაზე თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ადამიანებს ზოგადად გვაინტერესებს პირადი ცხოვრება სხვისი. კარგია თუ ცუდია, ეს გარში საგანია უკვე. ამდენად ვიფიქრე, თუ კი თავად ბავშვები უამბობენ თავიანთ თანატოლებს ქართველი კლასიკოსი მწერლების ბიოგრაფიას და ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, ვფიქრობ, ის ბავშვი, მოზარდი, თავის თანატოლს უფრო უკეთესად მოусმენს, ვიდრე მე თქვენ და ასე შემდეგ. და ამან ძალიან გაამართლა. პირველი ფილმი, რომელიც გავბედე, მე ვარ ფილოლოგი, პროფესორი და ასე შემდეგ, მაგრამ მე არ ვარ რეჟისორი. და არც არასდროს მქონია ფილმთან შეხება. არანაირ და არც პრეტენზია. არასდროს, არც პრეტენზია ღმერთმა დამიფაროს. ამიტომ მე რატომღაც არ ვიცი ჩვენი დღესაც ასეთი რამ მომაფიქრდა, რომ მოდი ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ლიტერატურული სპექტაკლივით მეთქი. აი ესე ვიფიქრე თავდაპირველად და ჩემს მეგობარს რომელიც არის კერძო სკოლა სერვანტესის სახელობის აკადემია აიაჯესი უძვირფასესი სკოლა არაჩვეულებრივი სკოლა 10 შვილიშვილი რომ ყავდეს ყველას მათ მივიყვანდი და კიდევ ერთი სკოლა მინდა ვთქვა ჩემი პარტნიორი რომელიც არის სკოლა ცოდნა აი მართლა ცოდნის სხივი რო დააკრთის ყოველ წუთსა და წამში იმ კედლებში აი ესეთი სკოლა თავის დირექტორით ქალბატონი ნაზინა დირაძით დაწყებული და თანამშრომლებით დამთავრებული აი ამ ორ სკოლასთან რატომღაც ამოვარჩიეს ძალიან ქართული სულის და ძალიან არ ვიცი საუკეთესო სკოლებია სადაც სწავლა არის პირველ ხარისხზე და აღზრდა. აი ამ ჩემს მეგობარს კერძო სკოლები ორივე დიახ ორივე და ორივე თითქმის ერთ უბანშია ავჭალასა და გლდანში და არაჩვეულებრივი სკოლებია მართლაც. ნებისმიერ ადამიანს ვუსურვებდი რომ იმ სკოლის მშობელი გამხდარიყო. დიახ და ჩემს მეგობარს ნონა ბოლქვაძეს აიაჯესის ერთ-ერთ დირექტორს დავურეკე ნონა მეთქი ჩემო ძვირფასო აი ასეთი რამ მომაფიქრდა და რამე ხომ არ გაგვეკეთებინა შენ სკოლაში მეთქი ნონამ იმ წუთში ყურად იყო ეს ჩემი წინადადება და ნინო მითხრა მე ისედაც მინდოდა შენთან მოსვლა მოდი მოვალ შენთან და ვილაპარაკოთ აი ეს მოვალ შენთან და ვილაპარაკოთ გახდა ეს წინადადება საფუძველი აი ამ ჩემი შემდგომი საქმიანობისა მოგზავნდა ჩემი ძვირფასი ნონა ჩემთან ოჯახში ქონდა საქმიანი შეხვედრა საქმიანი საუბარი ფინჯან ჩაისთან ერთად და გადაწყდა რომ მოდი გავაკეთოთ დოკუმენტური ფილმი. სცენარი მე უკვე მზად მქონდა თითქმის. დიახ. შემდეგ უკვე შევუდექით საქმიანობას და საქმე მასწავლა საქმე. დიახ, ნამდვილად ასე იყო. თუმცა პირველი ფილმი ეს იყო ვაჟა ფშაველას ცხოვრების ეპიზოდები ძალიან ისე მახსენდება, აი შიშით შევეხე ამ საქმეს და მივდიოდი გადასაღებ მოედანზე და ფეხები უკან მრჩებოდა. იმისი არ იყოს როგორ ილიასი არ იყოს როგორ შევეყრები მე ჩემ ქვეყანას და
აი ვფიქრობდი როგორ მიმიღებს მაყურებელი რას ვეტყვი ახალს და რას მეტყვის ახალს მე მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და ჩემი ფილმები მაყურებელმა აიტაცა და ამავე დროს რაც არის ყველაზე მთავარი ბავშვებს მოსწონთ მშობლებს მოსწონთ პედაგოგებს მოსწონთ და მოსწონს პროგრესულად მოაზროვნე ქართულად მოაზროვნე საზოგადოებას ეს ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ვინაიდან ეს ასე მოხდა შემდეგ გქონდა წარმატებული პრემიერა კავეას კინოდარბაზში და შემდეგ ვიფიქრე ახლა კი აქ გავუშვით ეს ფილმი მაგრამ დღის სინათლე ხომ უნდა ნახოს და ამ დროს გამოჩნდა TV ქართული თქვენი ტელევიზია რომელ ტელევიზიასაც მე ახლა ვსტუმრობ ჩემი ძვირფასი ქალბატონი მანანა მანანა იმედაძე ამ ქალბატონზე საუბრით არ დავიღლები იმ არ ვიცი საოცარი ადამიანია თავიდან ბოლომდე ქალაქში მასზე მხოლოდ კარგს თუ გაიგებთ თორე არაფერს სულს და მან მე ასე ვთქვათ ხელი ჩამჭიდა და მითხრა ქალბატონო ნინო თქვენ რასაც შექმნით თქვენი გაკეთებული პროდუქცია თქვენი მიერ შექმნილი პროდუქცია აუცილებლად გავა ჩვენს ეთერში იმ დღიდან დაწყებული თითოეული ფილმი ჯერ იყო ვაჟა როგორც მოგახსენეთ შემდეგ იყო გალაქტიონ ტაბიძე შემდეგ იყო აკაკი წერეთელი ახლა უკვე ილია ჭავჭავაძე დასრულდა პრემიერაც შედგა ყვარელში და თითოეული ფილმი როგორც კი კინოდარბაზს იხილავს შემდეგ მოდის ქართულის ეკრანზე და თქვენი მაყურებელი არის ჩემი მაყურებელი ამავე დროს მე ის რასაც ვაკეთებ ახლა ძალიან სიამოვნებს, იმიტომ სიამოვნებს, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას ეს ძალიან სჭირდება. ჩვენ და სამწუხაროდ, წიგნი ისე აქტუალური, რომ აღარ არის ჩვენ დროში, ამას ხედავთ და გრძნობთ. ამიტომ ის რაც აკლდება ბავშვს წიგნთან ურთიერთობისას, მე მას ვაწვდი ტელეეკრანის საშუალებით და თან ძალიან მარტივად გასაგები და დასამახსოვრებელი ენით. ჩემი მიზანი ის არის, რომ ჩვენმა მოზარდებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ და არ შემეშინდება იმის თქმისაც, რომ თუნდაც ახალგაზრდა მშობლებმა. კარგად მოусმინონ, კარგად უყურონ ამ ფილმებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან რაოდენ დიდარია ჩვენი წარსული. ეს იქნება წერილობა მოსწავლეების იღებენ მონაწილეობას ხო? ამ ფილმში იღებენ მონაწილეობას 2 სკოლის მოსწავლეები. რომელი ასაკიდან არის? მოგახსენებთ, ეს არის სკოლა როგორც წეღან მოგახსენეთ სკოლა აიაჯესი, კერძო სკოლა და სკოლა ცოდნა. ამ ბავშვების ბაზაზე გაკეთდა 3-4 ფილმი. ხოლო მეოთხე ფილმი ილია ჭავჭავაძე, რომელიც ახლა უკვე დასრულდა, აქ უკვე შერეული ბავშვები არიან, თუმცა ძირითადი ბაზა მაინც აიაჯეს ეყრდნობა. გალაქტიონ ტაბიძე სკოლა ცოდნით დაფინანსდა და დაფუძნდა, კი არა, გადავიღეთ იმ ბაზაზე, ბავშვები სკოლა ცოდნის მოსწავლეები არიან. ვაჟა-ფშაველა აიაჯესმა დააფინანსა და თავად ის იყო მისი ბავშვები იღებენ მონაწილეობას. აკაკი წერეთელიც სკოლა ცოდნის მიერ არის ყველაფერი გაკეთებული. და ილია ჭავჭავაძეზე როგორც მოგახსენეთ, ძირითადად აიაჯესის მოსწავლეები არიან და შემდეგ უკვე შერეული ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან. რაც ეხება მონაწილეთა ასაკს, მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 3-4 წლიდან 14-15 წლამდე. აი ილია ჭავჭავაძეში, რომელსაც ახლა მალე იხილავს მაყურებელი, 3 წლის ბავშვი ყავს ჩვენ ყველაზე პატარა მონაწილე. და რას განასახიერებს ის? მომავალ საქართველოს. ფილმი სრულდება მისი კადრით, რომ აწმყო თუ არ აღწყალობს, მომავალი შენია. და აი მომავალი საქართველოს როს განასახიერებს ეს პატარა ბიჭი ნიკო მესხი.
აი ეს არის რა ვიცი, აბა მე მადლობელი ვარ ძალიან იმ ადამიანების ვიწყებს მიხარს. მე ვარ რეჟისორიც, სცენარისტის თქვენ ბრძანდები. სცენარის ავტორიც, მაგრამ აი სწორედ მათ მივდიოდი ახლა, ვინც მე მხარში მიდგას იმ ადამიანების უსაზღვროდ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ მე ამის გარეშე, მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ეს გახლავთ ნიკოლოზ მესხიძე, რომელიც არის მართლაც ჩემი მარჯვენა ხელი. ეს ადამიანი არის ოპერატორიც, მემონტაჟეც და ტექნიკური რედაქტორიც. ჩვენ ხომ ძალიან მწირი ფინანსები გვაქვს. ძალიან მწირი, აი მწირზე მწირი. და ასე ვთქვათ, აი ამ კაპიკებს რაღაცნაირად ვანაწილებთ მე და ნიკოლოზი და გამოდის შემდეგ აი ეს პროდუქცია რაც გამოდის. ჩვენს შრომას ფასს არ ვადებთ. ასე ვთქვათ, თუნდაც საქმე გაკეთდეს და ქალბატონო ნაზი, მე ძალიან მინდა რომ ეს საუბარი, რასაც ახლა მე და თქვენ ვსაუბრობთ, მოისმინონ თუნდაც განათლების სამინისტროში, თუნდაც კულტურის სამინისტრომ და იქნებ დაინტერესდნენ. ამაზე უკეთესი პროექტი დღეს მოზარდი თაობისთვის ნაკლები მეგულება. სუფთა ქართული, სუფთა აკადემიური, სუფთა კლასიკური. და მე თუ კი ვინმე დაინტერესდება ამ ყველაფრით, თუნდაც ფინანსებით შეგვეხიდონ, თუნდაც რაღაცით გამოხატონ მხარდაჭერა, ეს იქნება ძალიან კარგი და თუ ახლა არის იმ ხარისხის რა ხარისხისაც არის. შემდეგ უკვე როცა მხარდაჭერა გვექნება 5-ჯერ, 6-ჯერ, 10-ჯერ უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. და სხვა სკოლებიც ჩაერთვება მე. და სხვა სკოლებიც ჩაერთვება და უნდა ჩაერთოს. ჩემი მიზანია რომ ეს ფილმები ყველა სკოლაში გავიდეს. მე ფილმებს ვიღებ არა როგორც რეჟისორი და სცენარისტი, მე ხომ ეს არ მისწავლია ქალბატონონას. არც ერთ ფილმში მონაწილეობა არ მიმიღია, რომ ასე ვთქვათ, ვინმესთვის მეყურებინა. აი, აბსოლუტურად დილეტანტი ვარ. არა, მე არ ჩანარხმა ისმის მხოლოდ ჩემი ტექსტებს ვკითხულობ შიგადაში და ამიტომ აი ეს სცენარი თუ სცენარს დავარქმევთ ამას როგორც ღია გაკვეთილი ჩაგვიტარებია ჩვენ დროს, ახლა კიდევ სხვა სისტემაა. აი ჩემს დროს, როცა მე ვმუშაობდი და ღია გაკვეთილს რომ ვატარებდი, საჩვენებელ გაკვეთილს, მაშინ ვიცოდი ხოლმე, რომ აი ესე ლამაზად თეატრალურად ვდგამდი ამ გაკვეთილს და სწორედ ის მიდგომა, ის უნარჩვევები დამეხმარა მე აი ამ სცენარის შექმნასა და ფილმის გადაღებაში. თორემ მე რეჟისურა არ ვიცი. და როგორც მასწავლებელი, აი ისე ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამიტომ მინდა სწორად გაიგოს მაყურებელმა, რომ მე რეჟისორი არ ვარ, მე ვარ პრაქტიკოსი პედაგოგი და აი აქედან გამომდინარე, რასაც ვაკეთებ, არის ეს. რა გითხრათ ქალბატონო ნინო, ვარ გაოცებული ამ საქმით. იცით რაშია საქმე? დღევანდელ დღეს ჩემი აზრია ეგეთი, ბავშვებს ნაკლებად აქვს წინგთან შეხება. და ინტერესი. თუნდაც აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის და შემოქმედების შესახებ. ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, რაც მე ვხედავ, აი ეს როდესაც ბავშვები აბარებდნენ, უკვე ეს პროექტი უკვე დასრულდა და უკვე შეცვლა მოხდება, აი როგორ შეიძლება რომ მარტო მონახაზით ბავშვებს მიიღოთ მონაწილეობა მისაღებ გამოსტებში და შემდგომ რამოდენიმე სპეციალობა ანიკ ეს ყოველად მიუღებელი იყო კიდევ კარგი რომ ეს უკვე იცვლება ეს ძალიან მივესალმები ნამდვილად მივესალმები მე მომისმინე ამ შესახებ ამ მომენტმა ალბათ ისეთ აი თქვენში შემოვიდა როგორ გითხათ რომ დაინახეთ რომ ეს არ იყო მწად კარგი და თქვენ გადაწყვეტეთ ამ ბავშვების ვერხის ყაოსანი ამხელა ბომბერაზი ნაწარმოებია და ბავშვი მხოლოდ იმას სწავლობდა არათუ აი სწავლობდა კიდევ უფრო დიდი ნათქვამია არა კი არ სწავლობდა გადახედავდა მხოლოდ საკითხებს რომელიც იქ შეიძლება შეხვედროდა ეროვნულ გამოცდებზე და ამ დროს ამხელა ასეთი ბულბერაზი ნაწარმოები ამისთანა პოემა რომელსაც
ბადალი არ ყავს, რჩებოდა ყურადღების მიღმა. მე ახლა ქალბატონო ნაზი ბავშვებს თითოეულ ფილმში 25-30 ბავშვი მონაწილეობს. ჩათვალეთ რომ იმ 25-მა თუ 30-მა ბავშვმა მთელი სცენარიზები რად იცის. ამდენ რეპეტიციებზე რომ ბავშვები ერთმანეთის ტექსტებს ისმენენ, ეს ბავშვი ხომ საშრობია, ჩვენ ხო ეს ძველი ტერმინია. ძალიან მალე ისრუნავს ამ ყველაფერს და ბავშვებმა ერთმანეთის ტექსტების ეპირადიციან. მე ვთვლი რომ ძალაუნდებურად იმახსოვრებენ. მე ვთვლი რომ აი იმ 25-30 ბავშვს თუ კი ვასწავლე მე აი ეს დაუშვათ კონკრეტულად ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია უკვე გამარჯვება და ამის შემდეგ ვინ მოგვისმენს და როგორ აითვისებს ამ ყველაფერს ეგ კიდევ სხვა რამეა. მაგრამ მე მჭირდება ძალიან მჭირდება მხარდაჭერა სამინისტროების დონეზე, სკოლების დონეზე. აი ახლა მე ძალიან დატვირთული რეჟიმი მქონდა, ახლა უნდა განცხადება შევიტანო როგორც კულტურის სამინისტროში, ისე განათლების სამინისტროში ეს პორტფოლიოს გავამზადებ ეგრეთ წოდებულს და ამ 4-ვე ფილმს მივაწოდებ მათ და ვთხოვ რომ რამე მეთოდი გამონახონ, რითაც მე ხელს შემიწყობენ ამ საქმის კეთებაში. ახლა დავიწყეთ უკვე მუშაობა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ბავშვები ამ დიდებული თავად ქვეყნის საგანძურის ცხოვრებას რომ შეისწავლიან, ეს რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი მავალი თაობისთვის. დიახ. რა მაინტერესებს იცით პედაგოგები ჩართულები არიან ამ ბავშვებთან ამ ტექსტის თქვათ დახვეწაში პედაგოგები იღებენ მონაწილეობას პედაგოგები ცალკეულ შემთხვევაში მხოლოდ მე მყავს ასისტენტები ორივე სკოლაში სკოლა აიაჯესში არის ფილოლოგი ეკატერინე ფიფია, ჩემი ასისტენტი, სკოლა ცოდნაში არის ასევე ფილოლოგი დარეჯან ცხომარია, საუკეთესო ქალბატონები ორივე, საუკეთესო პროფესიონალები, მაღალი დონის პროფესიონალები და მათი მეშვეობით მე მუშაობა მიადვილდება. ისინი ჩემს მხარდამხარ შრომობენ, ეს იქნება ტექსტზე მუშაობა, ეს იქნება ჟესტიკულაცია, გამოთქმა თუ სხვა და სხვა. ყველაფერში მხარში მიდგანან. აი აუწონელია ამ მთლიანი რგოლის დამსახურება 4-ვე ფილმის გადაღებაში. დირექცია, კონკრეტულად დირექტორები, ასისტენტები და კლასის ხელმძღვანელები, რომელთა მეშვეობით ჩვენ ბავშვების ორგანიზებას ვახდენთ. მე არაფრით არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა თითოეულ მათგანს. იცით რა მინდა გითხრათ რომ ეს ბავშვები რო წამოიზრდებიან და ნახავენ ამ ფილმს. როგორი პატარები, როგორ იციან გნებავთ გალაქტიონი. გნებავთ ექვთიმე თაყაიშვილი, გნებავთ ილია ჭავჭავაძე. მე გათავისებული ექნება მათი სიმაღლეები. რა თქმა უნდა, შემდგომ როდესაც წლები გავა და უკვე მოდით ასე ვთქვათ რომ ძალიან სატრაბახო ექნებათ ეს. იმათმა იმ დროში ისე კარგად იცოდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, ეს მათი სიამაყე იქნება და ყოველთვის რაღაც ყელმოღერებულებიც იქნებიან თავიანთ თანატოლებში. ეს ძალიან კარგია, ყელმოღერება განაგლახაა. ძალიანაც კარგია. ნეტავი ყველამ ყელი მოიღებდა და თავისი ცოდნიდან და თავისი საქმიდან გამომდინარე და აფერում თქვენ ხალობას რომ ასეთი საქმე არის მისაბაძი თუ ვინმე სკოლებები თქვენ მოგედრებათ და დაიწყებენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები იმიტომ რომ ეს 12 თუ 13 წელი რაც ჩვენ გავიარეთ სწავლასთან დაკავშირებით და ცვლილებასთან დაკავშირებით ხო მე ვთვლი რომ რამე ისეთი შემოხაზო და ჩააბარო მისაღები გამოსდები და შემდგომ კიდევ ისწავლო არ არის სულყოფილი ეს ბავშვები ვერ იღებენ ცოდნას და თქვენ
ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება, ეს ორი სკოლა იმდენს ვერ გააკეთებს თუ თქვენ შემდგომში თქვენ არ გეყოლათ მიმდევრები. დიახ, მინდა იყოს საწინდარი და მაგალითი იმისა, როგორ უნდა მოიქცნენ დანარჩენი სკოლები. რა თქმა უნდა, ეს მიმდევრები უნდა გამოგვიჩნდეს. დიახ, გარდა ამისა, ქალბატონ ნასიფოდის გიხდით, გარდა ამისა, აი ახლა 16 აყაიშვილი მთელი თავის ცხოვრებით დაკავშირებულია ემიგრაციასთან. დიახ. ამიტომ სიმბოლურიც იქნება მე მინდა ეს ვთქვა ხმამაღლა თუ კი ვინმე მოისმენს ამას რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები თუ გამომეხმაურებიან ბავშვები მე სიამოვნებით მათ გადავუგზავნით ტექსტებს და ონლაინ ისედაც ჩვენ ახლა ონლაინ რეჟიმში ვმუშაობთ სამხულში რეპეტიციები გვაქვს ონლაინ რეჟიმში და მათაც ონლაინ რეჟიმში ვამეცადინებ როგორც ადგილობრივ ბავშვებს და შემდეგ უკვე შემოდგომაზე ოქტომბერში გვექნება გადაღება და იქ ჩვენ გვყავს ისეთი კორესპონდენტები რომლებიც შეძლებენ ამის გადაღებას და ვიდეო მასალას გადმოგვიგზავნიან რომელსაც დავამონტაჟებთ ფილმში ეს დიახ ემიგრაციაში მყოფი ქართველი ბავშვებისთვის არის შანსი რომ 16 აყაიშვილის სადმი მიწვნილ დოკუმენტურ ფილმში მიიღოთ მონაწილეობა. ეს გზა უკვე თქვენ რომ გნებავთ ესა გააქვთ ურთიერთობა იმ ბავშვებთან იმ მშობლებთან რომლებიც ცხოვრობენ ემიგრაციაში. მე ეს პირველად გავაჟღერეთ. პირველად გააჟღერეთ ხო? იქნებ მართლაც ძალიან კარგი იქნება. აი სიტყვები არ მყოფლეს მართალი გითხრათ, იმიტომ რომ ეს ისეთი დიდი მამულიშვილური საქმეა, რომ აფერომ თქვენ ქალობას კიდე მეორეჯერ გეუბნებით, იმიტომ რომ ოქტომბერში თან ჩვენ გეგმავთ ქალბატონი ნონა ბოლქვაძე სკოლა აიაჯესის დირექტორის მეთაურობით გეგმავთ რომ წავიდეთ საფრანგეთში ლევილში და გადავიღოთ იქ კადრები. თუმცა მე მივესალმები მონაწილე ბავშვები მე ესეც ახლა უნდა მოვახსენო მშობლებს რომ ვისაც სურვილი ექნება აუცილებლად ჩაერთოს და წამოვიდეს ლევილში წამოსვლა საფრანგეთის წამოსვლა ასე მარტივი არ არის ფინანსებს უკავშირდება მაგრამ ხომ არის მსურველი ხომ შეიძლება იყოს მსურველი რამდენიმე მშობელი თავის ბავშვთან ერთად მე ბავშვებს ვერ ვინდო უსაფრთხოებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა თავის მშობელთან ერთად დიახ ახლა ბავშვების დიდ ნაკადს ველოდები სკოლაცოდნიდან დიახ ქალბატონ ნაჟი ნადირაძე აი უძვირფასესი ადამიანი მსგავსი არც შემხვედრია. ასეთი ჩამოყალიბებული ქალბატონი თავიდან ბოლომდე ქართველი ქალი, ცოდნით, განათლებით, სტუმარ მასპინძლობით, პიროვნული თვისებებით საოცარი ადამიანია. საოცარი ადამიანი და ძალიან მიდგას ესეც მხარში ჩემი ნონა ბოლქვაძის არ იყოს. და აი ამ სკოლაცოდნიდან მე ველოდები ახლა ნაკადს ბავშვებისას, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რომელი კლასი არის ბოლო? ბავშვების აი საიდან იწყებთ თქვენ ბავშვების სურვილის დამიხედვით მე საერთოდ მივესალმები ყველა ასაკის ბავშვი რომ იყოს მეტნაკლებად თუმცა უფროსი ასაკის ბავშვებში დღეს ინტერესი შეიძლება არის მაგრამ დრო აღარ აქვთ არ ვიცი ვერ გეტყვი გალაქტიონ ტაბიძე რომელიც სკოლაცოდნის ბაზაზე გადავიღე დიდი ბავშვები არიან, იღებენ მონაწილეობას და უფრო აი მერვე, მეცხრე, მეათე დიახ და ფილმსაც ეტყობა, რომ იქ მაინც უფრო დიდი ბავშვები რომ არიან, უფრო უკეთესად გამოდის ეს ყველაფერი თითქოს, მაგრამ აკაკი წერეთელი, იგივე სკოლაცოდნის საფუძველზე გადავიღე, აქ შედარებით უფრო მცირე ასაკის ბავშვები არიან, მაგრამ ბადალი არ ყავთ. ილია ჭავჭავაძე
აი მე ვნახე გაოცდებით ეს ცეროდენა ბავშვები იმდენად კარგად გამოთქვამენ ამ ყველაფერს ასე რომ ბავშვების სურვილისზე ვართ ჩვენ ძირითადად დამოკიდებული ვინ გამოთქვამს სურვილს ყველა ასაკის ბავშვი არის ჩემთვის მისაღები და ყველა ასაკის ბავშვს გამოვიყენებ ძალიან კარგად თავარია ბავშვებში იყოს სურვილი თქვენის აზრით ეხლა ამ ბავშვებს სურვილი შეიძლება ძალიანაც გქონდეთ მაგრამ ცოტა აი გამბედაობა ბევრია ისეთი ვისაც არ აქვს გამბედაობა ეს სხვა მსახიობური ნიჭიც უნდა გქონდეს არა კარგად წაიკითხოს ლექსი ხო აი აქ როგორ არის აქ მე იცით როგორ პედაგოგები მუშაობენ ტექსტის აუცილებლად პედაგოგებიც მუშაობენ ჩვენ ვმუშაობთ ძირითადად გვეხმარებიან პედაგოგები თხოვნის საფუძველზე კლასის ხელმძღვანელები გვეხმარებიან ნუ მე და ჩემი ასისტენტები ვართ ძირითადად ტექსტებთან შეხება ჩვენ გვაქვს და რაი ბავშვებში გამბედაობა არის ბავშვების ნაწილი რომ შიში აქვს კამერის შიში აქვს ან რაღაც კომპლექსი აქვს მაგრამ არიან ბავშვების დიდი ნაწილი ვინც არ ღელავს ამ ყველაფერს და თქვენ წარმოიდგინეთ უმცროსი ასაკის ბავშვები უფრო კარგად მონაწილეობენ ამ მხრივ ისინი ვერ მათ არ ეშინიათ კამერის მათ არ ეშინიათ ცოტა მოდი ასაცეთ და ჯერ კიდევ ვერ გაიცნობიერეს დიახ აი მაგის თქვა მინდოდა უფროსი ასაკის ბავშვებს უფრო აქვთ იმის კომპლექსი რომ აი მე გაცნობიერებულია პასუხისგებლობა დიახ მაგრამ მე მადლობელი ვარ თითოეული მოსწავლის თითოეული მშობლის, თითოეული ბავშვის უკან დგას მშობელი, რომ არა მშობელი, ეს ბავშვები მონაწილეობას ვერ მიიღებენ სამწუხაროდ. არის ერთმანეთის მხარდაჭერის საფუძველზე დგება აი ის პროექტი, იქმნება ის პროექტი, პროდუქტი, რასაც ვიღებთ. ცალმხრივად მარტო ჩემი მხარე, მარტო ოპერატორი, მარტო ის არა. აქ მთლიანი რგოლი მუშაობს დირექცია, სკოლა, მშობელი, ბავშვი, ჩვენ გადამღები ჯგუფი და ყველას როდუნებით მიერ შესრულებული საქმე მე იდება უკვე საოცრება. ეხლა მაინტერესებს ერთი რამ. ეს ყველაფერი დაიწყო პანდემიის შემდეგ? ეს ყველაფერი დაიწყო 2 წლის წინ. ხო, ესე იგი ასე. პანდემიის დროს რას აკეთებდით? მე ვიცი რომ თქვენ ყვავილები მოაშენეთ თქვენ საიმაზე. იქ გონი პამიდორიც გქონდათ. კი, გქონდა. პანდემიის დროს პირველ რიგში მინდა თქვენ მოგეხადოთ მადლობა. იმ დროს თითოეული პოზიტიური და კეთილგანწყობილი ზარიც კი ადამიანებისთვის, სატელეფონო ზარიც კი ადამიანებისთვის ძალიან იმედის მომცემი და გამახალისებელი თუ რა ვიცი განტვირთვის წოლფასი იყო და თქვენ ერთშენიერ დღეს მირეკავთ და მეუბნებით რომ აი ასე და აი პანდემიისადმი მიძღვნილ წიგნში უნდა განთავსდეს თქვენი პიროვნება რამაც მე ძალიან გამახარა და დიდი მადლობელი ვარ თქვენი ლექსი მივიღე და თქვენი ტექსტი მადლობა გადამიხადეთ და მე ის ამისთვის მე გიხდით მადლობას რაც შეეხება იმ პანდემიის გაყინულ პერიოდს იმ დროს მე ვიფიქრე რომ აი ყველანი სახში ვართ გამომწყდეული ხო რა გავაკეთო ისეთი მე საერთოდ ძალიან მოძრავი ადამიანი ვარ ერთი დღე არ შემიძლია საქმის გარეშე და როდესაც დაგროვდა ეს დღეები რომ საქმი და გონებითაც ეხლა სახში ვარ და ვმუშაობ მაგრამ მაშინ არ შემეძლო მუშაობა იმიტომ რომ გონება ტელევიზიისკენ გარბოდა იქეთ ის მაინტერესებდა ვინ მოვკვდით ვინ დავრჩით საშინელი მდგომარეობა იყო და აი მაგ დროს შეიქმნა ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სერიული გამოცემა სამყაროს სამკაული რომელიც მე-12 ტომი მზადდება ახლა ამ წიგნის ეს არის ბიბლიოგრაფიული მნიშვნელობის წიგნი აქ არის განთავსებული წარმოჩენილი მეც ვარ ამ წიგნში შეცვლილი და მადლობა გიგვი სამკაული ხართ თქვენს
აქ არიან წარმატებული ქალბატონები განთავსებული, მასალა წარმატებულ ქალბატონებზე, ბიოგრაფიული ტექსტებია, შემოქმედებითად ლამაზად დაწერილი ჩანახატების დონეზე ჩემ მიერ. ახლა მე-12 წიგნი მზადდება და ალბათ უნდა გავგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ და საბედნიეროდ საქართველოში სამკაულებად მოხსენიებულ და მოსახსენიებელ ქალბატონებს რადალებს. გარდა ამისა, დიახ, თქვენ ბრძანეთ, მე ყვავილები ძალიან მიყვარს. დიახ. და მანამდე პანდემიამდე მქონდა ჩემს ორ პატარა აივნებზე არ არის ჩემი აივნები. ორი ნაძვი მქონდა ქოთნებში ჩარგული, მაგრამ მოხდა ისე რომ აი საქმე რომ გამომეძებნა, რაღაცაზე გული რომ გადამეყოლებინა, არის ასეთი ქალბატონი ნანა ბიძინაშვილი. რომელიც არის ძალიან კარგი მებაღე, ასე ვთქვათ, ყვავილები უყვარს და აქვს Facebook გვერდი. ამ გვერდს წავაწყდი შემთხვევით, ყიდ და ყვავილებს. აი ყიდი ამას, მეთქე, მოდი, არ ვიცი რა მომაფიქრა ეს, აი მართლა არ ვიცი. და ამ ქალბატონს უთხარი რომ მოდი მომიტანეთ თუ შეგიძლიათ მეთქი ეს ყვავილები. კარგი, მან მომიტანა. ამას ხო ქოთნები უნდა ახლა. შიში მაქვს, ვერ მივდივარ, სახლს ვერ ვცილდები იმ კორონას შიშით. ხო და ისიც მოვზებნე სად იყიდებოდა ქოთნები ონლაინ. დიახ, მომიტანეს სახლში, მე მიწაც შევიძინე ასე და დავიწყე დარგვა. 2-4 მოხვა, 4-6 ახლა როგორც იტყვიან ხიდის ჩასაყოფი ადგილი არ არის ჩემს აივნებზე. ისე ყვავის და ისეთ დღეშია ყვავილები დადევით რა მე ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ თქვენ რო ბრძანეთ რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით ყველანი ეს, მაგრამ თქვენ ნახეთ თქვენი დასაქმების მომენტი. აი ის მოძებნა მისამართის ვინც რას ყიდის, ხო? აი ეს გააკეთეთ და ალბათ მე ასე მგონია რომ სწორედ მაგ დროს თქვენ უკვე იფიქრეთ აი იმ პროექტზე, რომელიც თქვენ დღეს ახორციელებთ. ჩემი აზრი ეგეთია. ნამდვილად ქალბატონო ნაზი, მე ფიქრობდი იმის დრო მქონდა საამისოდ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი და ვერ დამესწრე. არა, თქვენ მაინც გააკეთებთ მაგას. მქონდა ჩანიშნული და რიგითობით დიახ, ბრძანეთ, მართალს ბრძანებთ, ყველაფერი მქონდა ეს ჩანიშნული თეზისების სახით. შეიძლება ეს გააკეთდეს, შეიძლება ეს ასე გააკეთდეს, ეს ისე გააკეთდეს და მართლაც მე ნელ-ნელა დადგა იმის დრო, რომ ყოველ ჩანაფიქრს შესხმოდა გეგმა ქონდა. და გეგმის მიხედვით დაიწყე შემდეგ განხორციელება. ჩემი ყოველი დილა და ამ გეგმების განხორციელება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე აივნებზე იწყება და მთავრდება. იმდენად მიყვარს. ძალიან ლამაზი აივანი გაქვს მასალი და ძალიან მიხარია. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვარ ბედნიერი რომ გიცნობთ და მე იმ მშობლებს, ვინც თქვენ ჩართული ამ საქმეში, აქედან დიდი მადლობა მინდა გადაუხადოთ მას. გულითად მადლობას მოვახსენებ. ბავშვებს მინდა აქედან უსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა და მინდა რომ ამ ქვეყანას გამოადგეთ. თქვენი ცოდნით, მხოლოდ და მხოლოდ ცოდნით და ეს სოდნა შემდგომ მუდამ გაყვება თქვენ და ეს თქვენი მსახიობური ნიჭიერება, რომელიც შემდგომ შეიძლება სხვა რაღაცაში გადაიზარდოს და ზოგი წავიდეს თეატრალურში, ზოგი მაგრამ ამ ასაკში შეეჭიდო ამ გენიოს პიროვნებებს ეს თქვენი დამსახურებაა და მშობლების. მე მშობლებს ჩემგან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აქედან სკოლის დირექტორებს, იმ თქვენ ასისტენტებს, იმ პედაგოგებს, რომ ჩართულები არიან ამ საქმეში. ჩემი ნიკა მესხიძე. დიახ, დიახ, იმასაც ძალიან დიდი მადლობა. მილიონი ფუნქცია აქვს შეთავსებული, აბა რა ვქნათ. ჩემგან ერთი დიდი მადლობა თქვენთვის ცოტაა, მაგრამ მე ეს გულწრფელად გავიმეტე თქვენთვის და მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ ყველას, ვინც მონაწილეობთ ამაში, თქვენი საქმიანობის წინსვლა და
ამ ქვეყანას ეს ახალგაზრდები, ეს პატარა ბავშვები გაიზრდებიან ქალბატონიანინო მერწმუნეთ რომ თქვენ არასდროს არ დავიწყდებით მას და ის წუთები განვლილი აი მოდი თქვათ ასე გადაღების მოედანზე მათ ეს გაყვებათ სიამაყით და მადლიერებით თქვენი და ეს იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, როდესაც წლები გავა და ქუჩაში რომ შემთხვევით შეგხვდება ეს ბავშვი და მოგეფერება და ამ კუთხით კიდევ ხას გაუსვამს რომ მის ცხოვრებაში მე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე და ბიოგრაფია პატარა ბავშვებს აქვთ უკვე თავის ბიოგრაფია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ნინო რომ ოქროს წუთები გაიმეტეთ და მობრძანდით ჩემთან მადლობა თქვენ კიდევ კვლავ დიდ მადლობას გეუბნებით და მინდა მესამეჯერ გავიმეორო აფერում თქვენ ქალობას და გააკეთეთ თქვენი საქმე მოგბაძოთ ძალიან ბევრმა პედაგოგებმა სკოლის დირექტორებმა ეს იქნება ჩემთვის დიდი ბედნიერება აი სკოლის დირექტორების მე დაგჭირდით გნებავთ რომ მობრძანდეთ მიამბეთ თუნდაც ორი მოსწავლე მოიყვანეთ ჩავარჯინოთ პატარა მარგალიტები აქ და გვიამბონ როგორ სწავლობენ, როგორ განიცდიან, როგორ აგიქვამენ ამ ყველაფერს და დიდი სიამოვნებით მოვალ ჩემს მოსწავლეებს. ვითანამშრომლოთ, მოდით ასე ვთქვათ და სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და მინდა პირველ რიგში ჯანმრთელობა გისურვოთ და მომავლის იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ გვექნება კიდე შეხვედრები და პატარა მსახიობები დავაჯინოთ ჩვენ ვისაუბროთ. დიდი მადლობა, უდიდესი მადლობა თქვენს ტელევიზიას. ქალბატონ მანანას TV ქართულს დიდი მადლობა ჩემს პარტნიორებს ორივე სკოლას ორივე სკოლის მოსწავლეებს მშობლებს ბავშვებს ყველას დიდი მადლობა და კიდევ მინდა ვამცნო ჩემს ძვირფას მაყურებელს რომ ეს ტელევიზია დაარსა სამმა დიდმა ქართველმა რეზო ჩხეიძე ბატონმა რეზომ ბატონი მერაბ ბერძენიშვილი და ანზორ ერქომაიშვილმა ნათელი და სანთელი მათ ხსოვნას და თქვენ კიდევ მადლობას გეუბნებით მობრძანებისთვის ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა მადლობა მოსმენისათვის